ხო, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან და მაჟორიტარებთან ერთად გახდით ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მაგალითად დაავთვალიერეთ ნაკიფუში, კერძოდ ულურიას დასახლებაში, ქუჩა იგება, რა ვიცი, კომუნისტების დროსაც არ იყო ქუჩა და 4 კილომეტრი დაახლოებით 5 მილიონი ლარი ჯდება თავისი სანიაღვრეებით და მთელი ისეთი ინფრასტრუქტურა ექნება და ძალიან მიხარია. ამავე დროს იქ დაიგეგმა ასევე სხვა პროექტები, მაგალითად კვარას გზა, რომელიც დარჩენილია, ასევე გარკვეული მონაკვეთი, იმის პროექტირებას ვიწყებს მუნიციპალიტეტი და ძალიან სასიხარულოა. ასევე გახდით თქვენ იცით საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ამბულატორია შენდება, ესეც დავათვალიერეთ, ადგილობრივებს შევხვდით, ექიმებს, ექთნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველადი ჯანდაცვის სერვისი მიეწოდება შემდეგ უკვე ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ადგილობრივებს აუხსენით, რომ იგეგმება ასევე ხიდის, საჩინოს ხიდის, ასე ვთქვათ, სრულად რეაბილიტაცია და ამაზე 2 მილიონი ლარია გამოყოფილი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა ცენტრალურ ხელისუფლებას, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ცალკეულ სამინისტროების ხელმძღვანელობას, ბატონ კახაგულედანს, რეზი სოხაძეს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, რომელთა ჩართულობით წალენჯიხაში ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ვითარდება და გრძელდება. იცით, რომ ახლოს პერიოდში ასევე გვექნება აგერ იუსტიციის სახლი ქალაქის ცენტრში და პირველი საშუალო სკოლაც უკვე დასრულების ეტაპზე არის. ისევე როგორც რეაბილიტაცია არის უკვე უახლოს პერიოდში დაიწყება ბულვარის და პარკის სადაც ვდგავართ, ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება გაზრდილია მნიშვნელოვნად წალენჯიხის მიმართ და ეს თითოეულ ჩვენთაგან ადგილობრივს გვახარებს. ამ პროექტებზე რო ვისაუბროთ, ნიშნულობაზე პროექტების, რომელიც ასევე გასასმელია, რომ 4 წელი იყო ფაქტობრივად გაჩერებული, ეს ყველაფერი საარჩევნო დაპირება და არ დარჩა და უკვე შედეგს ხედავს. ხო, მე წინა 4 წელს არ შევეხები. ჩემმა წალენჯიხელებმა ისე გადაწყვიტეს და ისე იქნა არჩევანი გაკეთებული, მე ვისაუბრებ ჩვენს ნაწილში. მე მინდა უთხრა, რომ ის დაპირებები, რაც ჩვენ წინა საარჩევნოდ ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ხო, წალენჯიხის ცალკეულ სოფლებში თუ ქალაქში, ხო, იმას მივყვებით. გამორიცხულია რომელიმე დააკლდეს. იმიტომ რომ ჩვენი სიტყვა, დაპირება და საქმე ერთი და იგივეა და სწორედ ამის დემონსტრირება არის, რომ და თითოეულმა წალენჯიხელმა, რომელსაც უყვარს თავისი წალენჯიხა და გზნობს აი ამ ჩვენს მიდგომას, ხო, ამან კარგად იციან და იცის. ასე რომ თითოეული პროექტი, რა ჩვენ დავაანონსეთ, ბოლომდე მივიყვანთ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში ამჟამად მიმდინარეობს 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ლოკაცია ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულს აკავშირებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან და აღნიშნული გზა იყო სავალალო მდგომარეობაში. მანქანებს გადაადგილება უჭირთ, მოსახლეობასაც ფეხით გადაადგილებაც კი უჭირდათ წლების განმავლობაში. ამჟამად ეს პრობლემა მოგვარებულია, დაიწყო აქტიურად სამუშაოები და დაახლოებით პირველ 1 კილომეტრს, პირველი 1-2 კილომეტრი გზის მონაკვეთი დაიგება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში და დანარჩენიც ეტაპობრივად დასრულდება. ასევე მინდა ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს ორმული შეკეთებები, ასევე საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს ამბულატორიის მშენებლობა, რაც კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას, ადგილობრივ მოსახლეობას ხელს შეუწყობს შესაბამისი სერვისები მიიღონ ადგილზე თვითონ საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში. ამავე დროს აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჟამად სამშენებლო ტენდერზე გამოცხადებულია და 19 მაისისთვის დასრულდება ტენდერი. 4 ლოკაციაზე, ეს არის ქალაქ წალენჯიხაში, ქალაქ ჯვარში, ამავე დროს 3 სტადიონის მშენებლობა, მინი სტადიონის მშენებლობა არის გამოცხადებული. და 3 სოციალური პროგრამის პარკლებში სახლების მშენებლობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. ყოველივე აი ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩვენს ხელისუფლებას, შესაბამის სამინისტროებს, აუცილებლად მინდა გამოვყო ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი რეზი სოხაძე მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა უთხრა.
ანალოგიურად დიდი მადლობა მინდა უთხრა რეგიონალური განვითარების მინისტრ ბატონ კახაკულედანს და აქტიური ჩართულობისთვის ამ პროექტებთან დაკავშირებით, წალენჯიხასთან დაკავშირებით მინდა მადლობა უთხრა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრს ბატონ ირაკლი ზარხუას. რამდენი ხანი ეს პროექტი დევს და ვერადაგდა საშველი ამის გზის გაკეთებაზე. ჩვენი ოცნება იყო ეს, როგორც ასეთი კი გაგვიყვანეს დენის, უწყვეტლი გვაქვს გაზი, წყალი, მაგრამ გზას ვერადაგდა საშველი. საუკუნე და პროექტი და ამის თხოვნა იყო ჩვენი სოფლისა და ხომ ხედავთ რა მდგომარეობაში არის და უკეთდება ხარისხიანად. ცოტა მიდმა შეგვიშალა ხელი, მაგრამ როგორც ასეთი ხარისხიანად კეთდება. ხალხი კიდე გვერდზე უდგას სოფელი და სოფლის სახელი და სოფლის მით ყურადღებით დიდი ყურადღებას ვაქცევ. ჩვენს კიდე რაც შეგვიძლია და ასრულდა ჩვენი ოცნება. პირადად ბატონი პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბატონ რეზი სოხაძის გადაწყვეტილება ის თხოვნა იყო წალენჯიხელების მხრიდან. მე ბატონი გუბაც ვიყავით მაქსიმალურად ჩართული და გახსოვთ წინასაარჩევნოდ მოვედი და მაშინ ცოტა ორჭოფობდნენ ადგილობრივები, რომ აი ეგრე ბევრის მოგვისმენიაო, იცით რომ ჩვენთან თემა ასე არის, სიტყვა და საქმე ერთი და იგივეა და მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა ადგილობრივებს ამ დობისთვის და შემდეგ უკვე ცენტრალურ ხელისუფლებას, ვინც გვერდში დაგვიდგა და გეუბნებით არასდროს არ ყოფილა აქ და 40 კილომეტრი ამ მონაკვეთზე და დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და მოწესრიგებული გამართული გზა ექნება და ჩემს ნაკიფულს ადმინისტრაციულ ცხოვრებ მოსახლეობას, ერთად ულურიას დასახლებაში. ბატონი რაგი, თანასოფლები ვარ, ძალიან შეგიძლიათ. ახალ თანასოფლების სახით დიდი მადლობას ვიტყვით გზის გაკეთებაში. არა, მადლობა არა, ჩვენ გვეკუთვნის ეს და გასაგებია, მაგრამ ჩვენი ოცნება იყო ეს გაზი, წყალი. გაიხარეთ პირიქით, მადლობა თქვენ დობისთვის. ის მინდოდა მეთქვა და კიდე ბევრი აქვს გასაკეთებელი და ამას ჩვენ მივხვდით თავი და რაღაცების შესაძლებლად რას პროექტი არ არის, მაგრამ დაკორექტირდება. მინის ამბავი ბიჭი ხანდახან და არ ძდება. იმესაც ჩავდეთ ბოლო. კი ბატონო, სამი ადგილას დაჭერდება, ბატონი რაგი თუ შეგეძლოთ. დიდი მადლობა ვიდრე. აგე, ყავთ ისეთი მერი არ მასწავლებს. ეს და მე მერე სამინისტროების. აი როგორც მოგეხსენებათ, ზეგი უკვე დაწყებულია სამუშაო პროცესი ნაკიფ ულურის გზაზე, რომელიც მოიცავს 4 კილომეტრ და 300 მეტროს. ზეგი სამუშაოები სრულდება ხარისხიანად, მოდის ზედამხედველობის სამსახური და რო არა ამინდები, უფრო მეტი სამუშაოები იქნება შესრულებული აქ. მოსახლეობისგან შემოსული იყო წერილი იმაზე, რომ გვაქვს მონაკვეთები, სადაც ზეგი წყალი გუბდება. ხო და აუცილებელი იყო პროექტში შედანაცვლებების გაითვალისწინა მერიამ წერილი გაგზავნილი გვაქვს დეპარტამენტში და თანხმობა არის ჩამოსული, ასე რომ ნორმალურად მიდის სამუშაო პროცესი. ერთხელ ეს არის ჯანდაცვის მინისტრის უშუალო ინიციატივა. აი მაჟორიტარი კალთ აქტიური და მე დამოხდა მე და თვითონ პირადად გაგაცნოთ თუ გახსოვთ აქ იყო ჩამოსული ბატონი ისე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას. ხო, ფაქტიურად საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია უკვე გაკეთებული და უახლოეს პერიოდში უკვე გავესაუბროთ ადგილზე და ერთ-ერთი კომფორტული პირველად ჯანდაცვის შენობა გვექნება საქმე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის სოფელში ამბულატორიის შენობის არსებობა, ვინაიდან სოფელი, სადაც თქვენ ხა იმყოფებით არის მრავალრიცხოვანი და მომართვიანობა მაღალი არის ჩვენთან ამბულატორიაში, ამიტომ სერვისი, რომელსაც სარგებლობს სოფელში მცხოვრები ადამიანები, მიიღებენ ხარისხიანად ამ შენობაში, რომელიც შენდება და დიდი მადლობა ამისთვის. შეიძლება როგორც აქტიური იქნება შესაბამისი სამსახურებს.
ნაწლებში იყო საერთოდ ამბულატორია? ძველი შენობა რა იყო თქმა როგორც უნდა, ვიცით თქვენ ხედავთ ჩვენს ესე იგი უკან მდებარეობს ამბულატორია, სადაც მუშაობთ დღესაც, მაგრამ აქ არის ანუ ფართი სივიწროვე, არის ტექნიკური პრობლემებიც და ის შენობა, რაც შენდება, არის შესაბამისი მოთხოვნებთან, რაც დაყენებულია ჩვენთვის. მოკლედ ჩვენი სოფლისთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ჩვენი სოფლის მოსახლეობისათვის ესე რომ ვთქვათ, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი არის ეს არის ადგილობრივებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ძალიან ბევრი ესე რომ ვთქვათ, სკრინინგ ღონისძიებები ჩატარდება სამომავლოდ და მოსასალმებელია ესეთი პროექტების განხორციელება ადმინისტრაციული ერთეულისთვის. ასევე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სოფელში ჭანისწყლის ხიდი გაიმართება ახალი და გაკეთდება 2 მილიონს აღწევს ეს პროექტი და გვაქვს კიდე უბანი, სადაც 700.000 ლარამდე დაიხარჯება და მოეწყობა ამ გზის რეაბილიტაცია. ესეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის მერიას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, მთავრობას ვუხდით დიდ მადლობას და იმედია კიდევ უფრო ბევრი პროექტი შეემატება ადმინისტრაციულ ერთეულს. ვიმყოფებით საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მიმდინარეობს ახალი საექიმო ამბულატორიის შენობობა, რომელიც ფაქტობრივად მიმდინარე წელს დასრულდება და მოსახლეობა პირველად ჯანდაცვის ფარგლებში სრულად იქნება დატვირთული ამ მიმართულებით. მე მინდა ყველა იმ ადამიანს პირველ რიგში ბატონ მინის მინდა დიდი მადლობა უთხრა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის. ასევე მიმდინარეობს ქალაქ ჯვარში ანალოგიური ტიპის საექიმო ამბულატორიის მშენებლობა და ეს პროცესი მოიცავს სხვადასხვა მიმდინარე წელს დაიტვირთება და სრულად იქნება წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მედიკამენტებით უზრუნველყოფილი ამბულატორიებით დატვირთული. ყველა იმ ადამიანს მინდა დიდი მადლობა უთხრა, ვინც აღნიშნულით ხელმისაწვდომობა მისცა მოსახლეობას იმისა, რომ ისარგებლონ პირველადი ჯანდაცვის ფარგლების მომსახურება. ყველა განურჩევლად შეხედულებისა, თავიანთი შეხედულებისა პოლიტიკოს ყველა თეორიული წალენჯიხელი გზნობს, როგორ გვიდგას ბატონო იაკლის ძერში და ამისთვის დიდი მადლობა. არა, თქვენთან ერთად გავაკეთეთ. და ყველაფერი ეტაპობრივად, ხო? ყველანაირი სერვისი ნებისმიერი კუთხით, ხო? ჯანდაცვის კუთხით, კულტურის კუთხით თითოეულ სოფელს ყოველთვის შეემატება თითო ობიექტი.